ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებრნისში მერის წარმომადგენლისმა მოკლეს, პოლიციელები კი დაჭრეს. TV მონიტორინგის ინფორმაციით სისხლიანი დაპირისპირება ურჩევრ ლაპარაკებას უკავშირდება, რომელიც ადგილობრივების ცნობით გარდაცვლილ ზურაბ იმერლიშვილსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის სუფრაზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით დაპირისპირება მალევე სოფლის ცენტრში გაგრძელდა, სადაც რამდენჯერმე გაისროლეს. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს კი ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი სამართალდამცველი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის გადაყვანა თბილისში გახდა საჭირო. არსებული ცნობით ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სულაი და მე გავიდი 4 სკოლაში. პოლიციელებსაც ხოესულა და მანქანა იგი გაიცა. იქესულა პოლიციელებსა და ბიჭებმა თქვეს ახლა თვითონ პოლიციელებმა იმაში აქ მოხვედრილი და შეეცებენ პოლიცია ოპერაციას. ვინც დაიჭირეს აგეთ იყო მაქსუფაზა. ხო. დათვა. დარბაზში იყო იქა და იქიდან ტაქსი მოუყვანი აქამდენაც უბრალოდ დალია რა ვიცი, ისე არა სხვა. ფიზიკურად ვერ იყუყარ. აი როგორ დაუმტკიცე სანის საბუთი როგორ მისესანის როგორ მისეს. სანადიროი არა ღიცი ჩაი. მაგდენიც არ ვიცი თოფი იყო თვითონ ბიჭებმა თქვეს ორი გასულა აქ გავიგე აი ეს სეპარატები და 4 გასულა იქიდან გავიგე და იქა უკვე მასა პოლიცია და თანიგინებოდა თქვენი ჯედაო გაქცეულა ქვით და თვითონ ვინც იყო ის პოლიციელები სამნი იყვნენ და ორი დაიჭრა და ერთი რაღაცა უილა უბრალოდ ესროლა და მოკლე სახში შეეჭრა და ესროლა მეტი არაფერი ვინ არის ეს და ვინც ესროლა მეზობელია ნათესავი ბიჭია სიძე იყო ოჯახი სიძე იყო და იმას ესროლა და რამე სუფრა იყო რა 40 40 იყო კი სუფრა ჩემი სიძე არის მოკლე დისკმა რა მოხდა რა სამփო არაფერი უილა უბრალოდ შევიდა და ესროლა თოფი ახლო ესროლა და ერთი იყო მთავარ არტერიაში მოცმული. რავი, აი მიზეზი ნახდა თერაპია არ ვიცი. 40-ში იყო სიდედრისა ის ბიჭი, რომელიც მოკლეს. და იქ მოვიდათ რამე საფრანგეთში სადღაც ყოფილა და იქიდან ჩამოვიდა ძოშმინე წაიყვანა და გუშინდილით ჩამოვიდა და დეგამბავი მოხდა მე. ეს თანასოფლელია დაჭერილი. კი. ჩამოსული არის აქ ცხოვრობდნენ ერთად ისე. ვინც მოკლეს დაკავდა იქ დააკავეს.